ხაშასე განვაგრძელებს გამოშვებას პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა შესაძლოა დაახლოებით 2 მილიონ ლარზე მეტი დაჯდეს. ამის შესახებ ბიზნეს კონტაქტს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განუცხადა უკაცრავას. მისი მტკიცებით ადგილზე არსებული თბილისის ძველ გალავანს საფრთხე არ ემუქრება ახალი ესტაკადის მშენებლობა მომავალი წლის ბოლომდე იგეგმება. ინჟინერია დღეს განვითარებულია საკმაოდ იმისათვის, რომ ვთქვათ, ყველანაირი ასე ვთქვათ, ისტორიული ძეგლის დაზიანების გარეშე ჩვენ ავაშენოთ ესტაკადას, ვიმუშაოთ გვერდიდან, საიდანაც შესაძლებელია და ვიმუშაოთ იმ ნაწილში, სადაც ტექნიკა შეიძლება ნორმალურ პირობებში შეგვეყვანა, ვიმუშაოთ ხელით. წინასწარი გათვლები ჯდება 2 მილიონამდე, თუმცა შეიძლება გაიზარდოს. ეს არის ძალიან წინასწარი მონაცემი, სანამ პროექტი არ დაგვანახებს სიღრმისეულად რა კვლევებზე გვაქვს საუბარი, რა კედელი რამდენი უძლებს, რომელიც იქ არის. ეხლა არის ძალიან სპეციფიკური დეტალები, რომელიც ზუსტად პროექტირების პერიოდში იქნება კვლევის საგანი.